დაუდა. სად დაიკარგე ულდა? ასე მგონია სიზმრად გხედავდე. რა მოგივიდა ულდა? რას იკითხავ შორით? გამხდარი ხარ, გაყვითლებული. ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად. მთელი ჯანი არ შეალია ამ სასტიკ ბომონს. არაფერი გამოგივა ხელიდან. მე კი მარტო ვარ ულდა. ვით მარტო ხე ქარისაგან დაბრიყვებული. მომენატრა კვედაში ჩასვლა. ერთხელ მაინც მაჩვენა ბედშავი მამა. ჩვენი ციხის ჩარდახიდან დამანახა ფხოვის მთები. ერთი გზა გადამრჩენია ალბათ. მონასტრისაკენ მიმავალი გზა. მონასტრის გზა სუსტ ადამიანთა ხვედრია მხოლოდ. შენ სხვა დიაცებს აიგებში შარა არ ახარ შორები. სხვა გზაც არსებობს ერთი. მაგრამ სხვა დროისათვის იყოს ამის თქმა. ნახვამდის, დედოფალთან ვარ წვეული სასახლეში. ჯერ ნუ წერეგებ შვილებო. არსაკიდის ნაოსტატარია ეს ქვა. თავად სულ საიტანოს მაღლა, დაუცადოთ. ძიმე ხვედრი გარგუნა დაობლეთ. მშობელ მამას შენსას დღის ნათელი წაართვეს, თავად სახლს მოგწყვიტეს, მაგრამ არც მეფეს, არც მე შენდამი ავის რახვა არ გამოგხდეს. უდანაშაულო ხარ და შენდამი ზრუნვა ხვდით ნაკარნახევ მოვალეობა დაგვისახი. მას განაგდე ჭმუნვა და ურვა. იფიქრე შენს აწმყოზე. იფიქრე შენს ბედნიერ მომავალს. იფიქრე შენს მოყვასთა და მოყვარეთათვის. ჩემო ტანჯულო დაუდა მეგობარ. და თუ შენ წინარ აღუდგები ჩემს თხოვნას, მეფეთ მეფე დასტურს უბოძებს დედა შენს, რათა მიგათხოვოს ყველის ციხის პატრონს, მეფე გიორგის დედის დისწულს, გირშეს. ათალიკოსი მოგზანდება! დაიჩოქე! დაიჩოქე! პასუხსველი დაოჩენ. კოლონგელიძის ქალის შორენას სათხოვნელად მოვლის მცხეთას. შორენას სათხოვნელად? მეფე გიორგი? სწორედ მეფე გიორგის სადილია მათი შეერთება. კოლონგელიძის ქალს სახმარობს მეფე გიორგი. გირშელი რიღას მაგნისი. დედოფალი დარწმუნებულია, როგორც კი შორენას დანიშნავს გირშელი, გიორგი მყისვე ჩამოეცლება შორენას.
როდის მაჩვენებ შორენას? მისი დედის გურანდუხტის შემოსვლას ველით. მას ვიგირშელა არაფერს ეკარებით ხეს. სამწადია, მაგრამ ინდა ძველი დამოიგონოთ, სმაში გავეჯიბროთ. თუ ნამდვილი ღრეობა გწადი უნდა გადავიცვათ სამოსი. ამაზე უკეთესია რა ჩავიცვა? დაბიორის სამოსი უნდა გადავიცვათ ორივე. გახსოვს გიორგი მძდელს რომ გავეპარეთ პირად ცხოვრებას. ვიღაც ლოთებმა ღვინო გვასვეს. მერე ერთმა კუზიანმა კაცმა სარდაფში ჩაგუყანა მეძავებთან. გამოგვიდგნენ ჭარმაგი კაცები. აგვიცაცხანეს გარცხენილნი გამოვიპარეთ. აი აქაც ცხოვრობს შორენა. მოიცა გიორგი. მაინც მდაბიორებს გავარ. მოდი შევიჭყიდოთ სასახლის ეზოში. ყოველი დიაცები დავლანდოთ შორიდან. ერთი თვალის მოკვრის მაინც ვნახო შორენა. დღემში დავის. შვიდობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა. შორენა შევბრძანდება. შორენა და მისი მოახლეები ზედაზენს წაიყვანა სალოცავად ათანასე ბერმა. ვარდის სახარი დარჩა შინ, თუ გნება ფუხმო. ნუ შეაცხეთ. რომელ სოფლიდან ხარ? ან ეს გვართვით, რათი კითხეთ ჩვენი პატრონი? გვარჯეთელი მწირები ვართ, კოლონკელიძის ძველი ნაცნობი. მას მოიცადეთ, სადაცაა მოვლენ. მცირე ხნის შემდეგ გამოვიდით კვლავ. კეთი. ესტატე! ლახუნდა! შენდიჭირიმე! აბა თუ იცანი ჩემი სტუმარი. ო, კარგი. ჯერ დაგოლევინე ღვინო, მე გაგაცნობ თამაშკაც ვინაობას. ეს ჯავახელი მწყემსია. უნდილა ისწე. რამდენი ბავშვი გყავს ქალო? მენა ორი. ტუპები. ტუპები. გაგიზარდეს ქალო, გაგიზარდეს. საქმის წარმატებამ არ უნდა ახასეოს ადამიანი. არ უნდა გაუტოლოს თავითვისი მაღალ შემოქმედს. რამე თუ უფალსაც დაკარგავს იგიანით და საკუთარ თავსაც ღმერთი ერთია და იგი არის განსახიერება აზრის და სიცოცხლისა ჩვენის. აზრი კეთილი ღმერთმა შვე, ხოლო ადამიანი მოვალია მარჯვენითა თვისითა თვალხოს ქვეყანასაზე და აზრი იგი. დემორჩილე უფალსა და დაემონე მას. იგი არის წარმართებელი გზისა შემისცე. ღამეც არ უნდა შეწყდეს მუშაობა. დათქმულ დროში უსათუოდ უნდა დამთავრდეს სვეტი ცხოველი.
ირახა აკაი ხალხა მე ოჯახ ხორებ არა აი ირახა არჯეთიდან არიან ვილაიზდევ არჯეთიდან ლახუნა ავშანის დედა იკუნკელიძე ერთ ძმაკაცთან ვიყავე დღეს სადილად შიერი დანტოა ოჯახ ხორმა წესისამებრ ვადღეგრძელოთ მეფე გიორგი აუმართ ადი კაცო მეტევრასაც ჩავსახლა მეცშავი მეფე გიორგი რასადა სამი წლის დუმას შეექცევ ალბათ ჩესავით დღეს ეს ვიკმაროთ ძამო შორენას სასახლეში შევიჯვრიდოთ ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს აღმა რომ იყვება ამაღამ არავს უცკრულში დაეძებს თავის დედალს ვაშკაცურად მიარღებს ტალღებს რათა გუდამა ყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ფურირემს რომელიც საჩიხეში ყავს დამტვრდეული მეფე გიორგის კვირალობის დრო მოდგება თუ არა აბღაულდება და ეძახის გულის სწორს შენ თუ არ წამოხვალ მე წავალ და ვინახულებ შორენას ცოტა მატროვე ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხარირემს რომელიც ტყეში დაძდებს ამ წუთში თავის ფურს და თუ სხვა ხარი შეეზიარა რქებით გამოფატავს მეტოქეს ლახუნა მართალს ამბობენ მცხეთაში კოლონკელიძის ქალს ყვარობსო გიორგი მეფე ვინაგნებ ვინა ცხოვრობს სასახლეში ამჟამად ხოველი ტყვეები ჩვენ შენ ვინ იქნები ქალო ირისფარეში ერისთავის ქალის თვითონ შორენასა და ბრძანდება პატრონი შენი შორენა და მისი მოახლენი მოძღვარმა წაიყვანა ზედასნას შენი სახელი მიღოძე ქალო ვარდი სახარ შენ თავად ვინ იქნები მეფე გიორგის მოლემსრბოლი ავშენისზე ვარ გლახუნო მოგწანდი მოგწანდი ეს რა არის მზითვის ციგნი ერისთავის ქალისა გულნაზია და პირმშვენიერი შორენა ურთიერთისაგან არ არჩევს დიდსა და მცირეს საქმრო მოუკლეს შორენას ბოლოს თავად მეფე უპირებდა ცოლად შერთვას მაგრამ მელქისედეკმა და დედოფალმა არ დაანებენ ღმერთმა მაინც მოხედა შორენას კი მაგრამ რა საქმე გაქვს შორენასთან არ იტყვი კაცო აბრძანები მაქვს პირადად მოახსენო საუწყებელი მარ დაელოდე მცირედ სადაცაა გამოჩნდებიან ალბათ ერთი კვირა გარეთ არ გამიხედავს შორენას მზითებს ვითვლი და ვალაგებს გურანდუხს მოველი თქვა ერთის წუთით მეც ვიქნები ერისთავის სარძლო ერთ დროს მეც გამიღიმა ბედმა ოსთა მეფე მიგულებდა სარძლოთ მაგრამ რისხვით შემოbrunდა ჩემს თავზე ცარგვალი
ვის მიხრობა ცოლად ერისთავის ქალი? მთელი ქალაქი ამ ხუტინების გამოჭორაობს და შენ არა გაგიგია რა? მაინც ვის? მეფე გიორგის ბრძანებით გირშელს, ყველის ციხის პატრონს. ალბათ ბედნიერი ერისთავის ქალი. ჩემს პატრონს სხვა უყვარდა, მაგრამ აბა რა ჩარა აქვს. მეფე გიორგის ტყვეები ვარ, არჩევანის ნება ვინ მოგცა ბედშა. ასე რომ რასაც მეფე გიბრძანებთ, ყველაფერს შეესრულებთ რა? აფსუს რათა რა ვარ მეფე გიორგი? მეფე გიორგი რომ იყო რა სიზამთე? მეფე გიორგი რომ იყო, ხარჭათა გევალდი. ხალები დაიმოკლე ბედშავო. თუ მართლა მეფე გიორგის მიერ ხარ გამოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა მოციქულებს ეკადრებოდი. ბრიხო! მე თვითონა ვარ მეფე გიორგი. მეფე გიორგის მიგიგავს წერი. ღმერთისა და იაკობის ბრძოლა. ადამიანი ებრძვის ღმერთს. ხატვაში ნიჭი მოვიდგა მსგეტყობა. მელქისედეკ კათალიკოს გავს ღმერთის სახით, ხოლო იაკობ შენაკ გავს. მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთის ზიებაში ვიყავი. და მხოლოდ დღეს მივხვდი ოსტატო, რომ საპატიო ვალია კაცის არა გლახური ღმერთის ძიება, არამედ თავად უნდა გახდეს შემოქმედი, უფლის მეტოქეთ. ოსტატი მოდის ხალხო! შენს მარჯვენას გაუმარჯოს ოსტატო! დიდ ოსტატო! გაუმარჯო! ეგრცელობა დიდ ოსტატ! შენს მარჯვენას განაცხადა დიდ ოსტატო! ოსტატ, კათალიკოსი მოდის. დიდ ოსტატის მარჯვენას დიდება! გადააფარეთ. დაიჩოქე! დაიჩოქე! კათალიკოსი მოგზაურდება! დაიჩოქეთ! დაიჩოქეთ! ვის დააგრეშინეს მეფქები? ინგილოკაც. იაც მივსვამდი ხოლმე თვალახმეულებს, ბატონო. ფერეყულში უყიროდან ზღაპრებს უამბობდა ხოლმე. ხეც ადამიანის ხმას შეაჩვევდა. ეს ერთადერთი ცხოველია მეფე ბატონო. დიაცის ლაკბობას რომ უძლებს ხანგრძლივად. დიაცივით გულბოროტია ვეფხვი. ტანხატულია და პირმშვენიერი. დიაცივით რბილია და ტფილია. ვეფხებით ამ სორს, ნადირობა. ხუმრობ გიორგი. არა, არ ხუმრობ. მეფეო, საჯიხედან უკვე გამოიყვანეს სავაზები თქვენი დასტურით. უკან შელალონ, ნუინებებ მეფეო. ვეფხთა წაყვანა საშიშია. ვეფხებით ამ სურს დღეს ნადირობა. დედოფალი საქართველოს რაინდო გირშელ. ერისთავის ასული, შორენა, მეფის დასტურით გიწვდის ხელს. მიდი ახლა.
რა სიზამს კირშელი? გზას აუქცევს? რაინდი ამას არ იკადრებს. ერთი რამ მინდა გითხო, შორენა. ოთარ შემრისხო გევედრები წინას. მიბრძანეთ რაც გენებოთ მეფე ბატონო. ღმათაც პრომას მეფეები სადერიდებოდნენ. არავინ იცის რომელია ჩვენ შორის ღმა. გულწრფელად მითხარი შორენა. როგორ მოგწონ შენი საქმე, კირშელი? არა უშავს, კარგი ყმაწვილია. ლამიყლაპიას რომ არ წააგავდეს ცოტა. შიშარაც ყოფილა ყველის ციხის პატრონი. მოგაცილებ თუ გნებავს კირშელს. თქვენი ნებაა მეფე ბატონო. მაგრამ მე ვიცი, მეფეებიც ვერ გადაულენ განგების ნებას. რაინდო! აბავით საშკაცი იგი მივიდეს ვეფხთან. გამოსტატოს ნანადირები. ახლა ერთ ქვეყანად აქცია მეფემ და უძლურნი გავხდით. უწინ ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნოდა. ახლა მშობელი მიწა მოგვტაცა მეფემ. და ხუნდაც აღჭედს ამ ხელებისათვის. დიაცი ვარ, მაგრამ მამა ჩემის თვალების დაწვას არ შევარჩენ მეფე გიორგის. მამის სეულთორს გადავიცვამ, მის ხმალს შემოვირტყამ, მის საომარცხენზე შევჯდები. და გაუძღვები ლაშქარს. ხოლელმო მიტაცებულ მიწის ტკივილს ვით გაიგებს ხეთაში მეფე. ჩვენს მიწას არ დავანებებთ მეფე გიორგის. ხელში ჩავიგდებთ და სამრეკლოზე დავკიდებთ თოგით. არც ერთ მეფეს არ შეძლებია ერთ გიორგი მეფე მოახერხებს ამას. წყაროს თვალის წმინდა გიორგის დღეობაზე შევხვდებით ურთიერთს.
ჯამრთელად თუ ხარ ცოლს თუ მოეკიდებ ხეთაში რასაგეთებ დედა შენი მნახე გასულ კვირას ვაგის კოცნით მოგიკითხა შემოგითვალა როგორმე დაეთხოვეო მაგურჩულო მეფე გიორგის თუნდაც ერთხელ ინახულეო მშობელი დედა თუ გიყვარვარ ჩემო განგებას ასე დავუთქვამს ჩემთვის თავად მიყვარდეს მაგრამ სამაგიეროს არ ვიღირს ვარასოდეს შენ მყავდე კარგად შენი ცხოვრება დაწყობილი მეგულებოდეს ალბათ მეყოფოდა სულ გრძელობა და შევჯერდებოდი ამას. მაგრამ შენ საფრთხეში გიდგას ფეხი და ამიტომ უფრო მომეძალა შენ და მის სიყვარული. ისინი ცუდ საქმეში ქვევენ შორენა. დღეს ბევრი ერისთავი იცდის ხელს მეფის გვირგვინისაგან. ხოლო იმაზე არავინ ფიქრობს გვირგვინის ხელში ჩაგდებისათვის რომ სწირავენ თვით საქართველოს. გულბოროტია საქართველოს მეფე გიორგი. მის შემზარავ სისასტიკეს მხოლმა უნდა გასცეს პასუხი. ამდით საქმეში მარტო გულის თქმას ნუ გაიხდი მეგზურად ჩემო. ჩემის თანანი თუნდა 1000 ნიცა მოგეხმარონ. ვერ ვაჯობებთ ზვიადის ლაშქარს. ვაჯობებთ. ვაჯობოთ თუნდაც. გამარჯვებას ეს არ მოგვიტანს. ხევის ბერებსა და ხევის თაებს შორის თანხმობა არ არის. დღეს მხოლოდ მეფე გიორგის სიძულვილმა შეჰკრა, ისინი და მხარში ამოუდგნენ მამაშენს. გაიმარჯვებენ თუ არა და ერევიან ურთიერთსა და თავს საშჭრიან მას. ამ უგუნური საქციელით გზას გაუხსნით გარეშე მტერს. სარკინოზები დაგვეცემიან და გაგჟუჟავენ დიდსა და მცირეს. ორივე შემთხვევაში უცილოდ აღუპვა გელის შორენ. ახლა კარგად ვხედავ. შენსა და ჩემს შორის რა მაღალი კედელი აღუმართავს ბედს. შენი სვეტი ცხოვლის სიმაღლე ქვის კედელი უტა. ჩვენი გზები დიდი ხანია გაყარა ცხოვრება. მე რომ ჭიავერის საცოლი არ გამختარიყავი, მაშინ უფლება მექნებოდა მეთქვა შენთვის. ადექი. გავიპაროთ მცხეთიდან და ჩაუდგეთ მეთქი სათავეში მხოლოდ ამბოხს. არც მე შემძლებია ყოველივე გამეწირა სიყვარულისათვის. დაი, განგება მომისხო. შენ მას სიცოცხლემ რომ მოითხოვოს საკუთარს დავთმობ. მაგრამ ადამიანებს ასე ჰგონიათ, მუდამ როცა ერთ უსამართლობას მეორეთის ცვლიან, მდგომარეობის ასეთი ცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.
მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არ ამგონია შვიდმახევის ბერმა უფრო მართებული კანონების შექმნას ამჟამად, ვიდრე ერთმა, თუნდაც გულბოროტმა მეფემ. თქვენს ხევის ბერებს ჯერაც ხურის სუნი უდით და ფარას თუ ხოჩი არ წარუმძღვარე კბოტეზე გადაცულა სულელი ცხვარი. მიჯნურთან მოვედი და ვიხილე მეფის ხუროთ მოძღვარი. შენი ჯანი, შენი სიცოცხლე მაცვეტი ცხოველში ალიე და დღესაც ზედა ხარ მიჯაჭვული. მაგრამ იცოდე, არც მეფე, არც კათალიკოსი არ დაგიფასებენ ღვაწლს. განა მეფის ან კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტი ცხოველს ჯანი. მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია. მას შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად ყვარებია უტა. განა ქვა ასვეტი ცხოველი ჩემო. ქვად ქცეული სულია იგი ჩემი ამჟამად. უფრო უკვდავი, ვიდრე 100,000 მოკვდავის სული. სვეტი ცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს უტა. ხვალ რომ ხოველნი შემოეწყონ მცხეთის ციხეებს, არ მოსცილდები შენს ხარაჩუებს. ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკი საჭრეთელს უყოყმანოდ გადავდებ განზე და ხმლით შევებრძოლები მტერს. მე სიტყვა მივეცი ხევის ბერებს. წყაროსთვალის წმინდა გიორგის დღეობაზე ფხოვში ვიქნები და იქ დაველოდები სვიადის ლაშქარს და სიკვდილს. იცოდე დღეს მხოლოდ მართალი უნდა მითხრა. განა ოდესმე ტყუილი მომიხსენებია მეფე ბატონო შენთვის. მხოლოდ სულელები ეუბნებიან მართალს ჩემო ფარსმან მეფეს. მხოლოდ სიმართლის მაუწყებლად მატარებენ ჩემი ბებერი იოგები. ისენს რა გითხრა მე შენ? ის მითხარი რაც გენებოს მეფე. როგორ მოგწონს ხუროთ მოძღვარი მეფისა? კარგი ვაჟკაცია არსაკიძე, მაგრამ იგი უკეთ ხატავს ვიდრე აშენებს. მელქისედეკის მიერ მისი დანიშვნა მაინც ერთ ამბავს მაგონებს უცნაურს. კათალიკოსს არ დაუნიშნავს, იგი მე თავადავარჩიე. ნუ გეშინია ჩემო ფარსმან. რაც არ უნდა მითხრა, მისათვის არ დაგიჭიტეს. მეფეებს ასე გჩვევიათ. თუ მართლის უმთქმელი იმ დღეს დაინდეთ, 3 წლის შემდეგ სამზის საზღვევინებთ სიმართლისათვის. არც 3 დღისა და არც 3 წლის შემდეგ. ვიცა. მაინც რას გაკონებს მისი დანიშვნა? ჯოჯოხეთში მღვდლები გაუწყვეტიათ ეშმაკებს და ყვავი დაუნიშნავსო თურმე ხუცესად ღმერთს. სვეტი ცხოველი როგორ მოგწონს სახალნაგები? ახალი წიგნის გამო არაფერი ითქმის, სანამ 1000-ჯერ არ გადასწერენ მას სხვანი. არც ახლად აგებული ტაძრის გამო ითქმის იმაზედ მეტი, სანამ 1000 წლის მიწისძვრები არ გამოცდიან ნაგებობას მისას. თურული მომეკიდოს. ეს შანდალი აიღე. მსახურები დაგიხვდებიან ტალანში, მათ მიუტანე. ახლა ჩემი ვაზირების შესახებაც უნდა მომცნო. რომელი უფრო მოგწონს მათ შორის ფარსმან? არც ერთი. შენს ვაზირებს ყველა სათითაოდ ეშინია შენი. შიშერანი მხოლოდ მლიქნელობენ და მლიქნელთა თათბირიკი ჯერაც არ გამოსდგომია არც ერთ მეფს.
პარსმან სპარსმა ვერცხლის შანდალი მოიპარა. წამოეწი ერთი პიპა და ორიოდე პანღურია მოჰკარი მაგ ბებერძალს. ბატონო, ძაღლება შემზარავი ყმული მორთეს. ცხენები აჭიხვინენ, საჭიხეში ირმები ბღავია. თავს უჩვენე! მიწაიძვრის გარეთ! ყველანი გარეთ! მიწაიძვრის! აგვარი მომაწოდე! ამერტო ვისმერე! ამერტო! შენი ხავ შენი ფარველი! ანდა ქიფაბრამია! გამონტრიაგარე ფარამ თავზე დაგეცემა ჯერი. ჰასკვლევა! შეარყია ეს ქვეყანა! დავლეცა და გააცამკვერე! სასკვლევა! სვიმა ცეცხლი და წოწობაი! ცარცხლი გამადგმათა ციხე! უგულითე უგულისამდე! Nazari gadarcha! მადლი შენს მარჯვენა შვილო. ალბათ ღია დაგჭა კარი ბარათუ. არა ქალბატონო. ლასტის ჯებირი გაარღვიე სირმებმა. ორი ხარი და ერთი ფული გავგაქვს საჭიხედან. ბევრი ვსდიეთ, ახლოსაც არ მიგვიკარა არც ერთი. იქნებ ნებიერა არ გაქცეულა ბაღასული. სწორედ თქვენი შველი გადახდა პირველი ერისთავის ასულო. ერთი ცხენიც, მე და უტა მიუყვებით ნებიერას. ჩორენა, ზნაურად არიტანე თან, კარგი მონადირია. ამაოა ირმების დევნა. იგებს თავისუფლება და სიახლოვესაც არ გაგვიკარებენ. ნაკვალებს მიუყვებით, თუ სადმე წაუსწრებთ ნებიერას, უცილოდ დავიჭერ. მე არ გამექცევა ნებიერა. ამ გზას თხოვნში მიმხევართ. მე არ გიჩვენ კოტარში ჩასვლას. შენ აღკვეცილი გაქვს მეფისგან თხოვნში ჩასვლა. უკან დაუბრუნდა ჩორენა. ცხეთაში მიგეჩქარება? როდის მოათავებ შენ სვეტი ცხოველს? დღენია და ხარაჩუებზე დაბობღავ. ეს ერთი დღე ჩემთვის დაკარგე უტა. ჯიაბერის ძუძუმტენი. ცოცხლად შეიფრა ჩორენა.
ზა. საით მიჩქარი კოლონკელიძის ასულო. წმინდა გიორგის დღეობაზე წასვლა აღარ მოგიწევს. დათქმული სიტყვა აქ შეგისრულდა. აჰა, გახედე. დათქმული სიტყვა და ფიცი ხევისბერნო. ფიცსა და დათქმულ სიტყვას ჩვენ არ გავტეხავთ. მაგრამ მამა შენის დროშის ბრძოლა არც არ გვიქადი. ელი ბუნებისა მამა შენი და სიტყვის გამტეხი. არ შეღალატობ მის ბუნებას. ჭიაბერისის მეფისაგან მე ავიღებ. შენ კი იაცნი გიჩვენებენ, როგორი გლოვა ეკადრება ჭიაბერის საცოლეს. გარაფიდან უცხულში გადაჭეხილ არ საკიდეს. თვალი მოჰკრეს ჩვენმა მხედრებმა. რა გაიგეს მძიმედ დაუჭრიათო ხუროთმოძღვარი მეფისა, უმალ მცხეთისკენ გამოაყროლეს. ვერაფერი გავიგეთ მისგან. უგონოდ თავს. საფრთხეშია მისი სიცოცხლე. სწოვრებმა კი ახალი ცნობები მოგვიტანეს. მუროჩი ქალუნდაური და ხუთი ხევისბერი მამამზეს მიმხრობია. კოლონკელიძის სასული დილეგში ჩაუგდიათ, ხოლო მისი საწმართული თავადი ციხის ზეთავზე დაუკიდიათ. ხელახლა შეუმუსნავთ ეკლესიები და მონასტრები. რა სიტყვის დარბაზისერი? ბალავრიანად დავანგრიოთ. ხორსატეველას ციხე ისე მესახსოვრეთს არ დარჩეს მამამზის ოჯახიდან. ერთიანი ძლიერი სამეფოსათვის მე ავიღებ პირველ გოდოლს მზის ჩასვლამდე და მეორე დღეს ვერ შევირთავ კოლონკელიძის სასულს. გასტური ამხელით!
მეფე ბატონო, მაშლა ჯარს ხოვდობს ყველის ციხის პატრონი გირშელ. თუ პირველ გოდოლს გირშვილი აიღებს, თავადი ციხე მას დარჩება. მეორე დღესვე შეირთავს შორენას. მე ასე მგონია ზვიად. ამაოდ შეაწყვიტა პირველ გოდოლს გირშელმა სპაი. მოქნევას მოზომა სჭირია წინასწარ მეფე ბატონო. თუ თქვენი ნება იქნება მზის ამოსვლამდე ჩაგაბარებ პირველ გოდოლს. უკუი ხმერის თავი გირშელ. ukცევას მიბრძანებს მეფე. ორხევით! ზეგრძელი იყოს მეფე გიორგი.
ჩვენი სამეფოს ერთიანობის შინაურმა მტრებმა მოგვიკლეს უსაჩინო ეს ერისთავი გირშელი და მძიმედ დაგვიჭრეს ამ ტაძრის ამგები აღშენებელი სვეტი ცხოვლისა, რომლის კურთხევას ზეიმობს დღეს თხლად საქართველო. უფალო, განკურნე, დიდოსტატი არცაგიძე. უფალო, განკურნე, დიდოსტატი არცაგიძე. იქმენი ნათელი. მეფის ყურამდის არმიიდან უნესუგმურის აქციები. ვიღაც მდაბიორი კალატოზისათვის მოაწუხებ წმინდანებს. შენ მომავალი დედოფალი ხარ საქართველოსი. სვეტი ცხოვლის კურთხევის აღსანიშნავად მეფე საქართველოისა სანადიმოდ იწვევს საპატიო სტუმრებს. მაღლესო ცათაო და უწმინდესო ღვთისმშობელო, განამტკიცე მართლმადიდებლობა სოფელ საშინო, დაიცავ კეთილმორწმუნე დედოფალი საქართველოისა მარიამ, მიეც მას ძალა ერისნეობის ისპედაგისა და ქრისტეს რჯულის გამტკიცებისათვის. რაც მოგიწყენია ეგ ბატანასვარდო. იქნებ ნებიერას გაქცევა უნდა გავონა. თუ ოცნებას აღმისრულებ შორენა, დღეს ვეუბრძანებ მენადირეთ უხუცეს, შევაპყრობინებ შენს ნებიერას. რა გწადია მეფე ბატონო? შენი სიყვარული. რაც ამართვი ეგეც გეყოფა მეფეო. მამა ჩემს თვალის სინათლე წარს დაცე. მე თავისუფლება. ხოლო ჩემი გული სხვას ეკუთვნის დიდი ხანია.
ამაოთ იგულებს მეფე ბატონო სადედოფლოთ ერისთავის ქალს. თელმა სასახლე მიცის არსაკიძე ცხოვრობს დიდი ხანია მასთან. აკი მოგახსენე მეფე ბატონო შიშარანი არიან მეთქი შენი ვეზირები. ყველას ისწადიან მხოლოდ საამური მოახსენოს მეფეს, ხოლო ცუდამბავთა მაუწყებლად შანდლის ქურდი ეგულებათ. იცოდე თავი მხრებზე არ შეკრჩება. თუ საბუთი არ მოგიტანია. ირმის დევნა საბაბი იყო მხოლოდ. იმ დღეს შორენა გაიტაცა არსაკიძემ. დიდი ხანი არაც განიკურნა. მაინც წევს, რადგან ესეც ხრიკია კოლონკელიძის ასulis შემოსაჩვევად. არა მგონია მეფეს გამიტოლოს თავი მაგ კალატოზმა. ის მარტო მეფეს როდი უტოლებს თავს. ერთი სურათი ვნახე მის მიერ ნახატი, იაკობისა და ღმერთის რკინებაა ზედ გამოსახული. ღმერთს მელქისედეკის სახე აქვს, ხოლო იაკობს დამხატვებს. ბოდოკია, მე ამ დღეში ვარ. მხოლსადი, დედა იხმე. განკურნოს მის მალერს მაეგებ. თუ ოდნა ვერ გამოგეთდა, როგორ მივატოვო? ვინ უპატრონებს? შენი აქ მოსვლაც აღარ ივადგებ შვილო. შორენა, შვილო. უწმინდესო. ტაძარი არ დაინგრევა. ოღონდ მის აღმშენებელს, კრეხელური სურათის დამხატველს მე ვერ დავიცავ. ვერა. უფალო შენ დასცენ, რომელნი მემტერნენ მე. აღიკვეცოს მონაზვნად ბაგინეთის სადედო მონასტერში, კვეტარის ერისთავის კოლონკელიძის ასული შორენა, აც შუშანიკად წოდებული. სვეტი თავლის თუდად ამგებავს? კლავის მოკვეთა! მეფე თქვენ მაგას არ გეტყოდათ. კათოლიკოსმა დალოცა იგი, ხალხმა დიდოსტატი უსტოდა მას. შეშენდით, რა შედიხართ? გრაშლებით! მეფემ დაგნიშნათ თავის ხუროთ მოძღვრად. მიიღეთ სიგელი და ღირსება.
განიზარცვე სამოსი შორენასი და აღიზარცვე ღირსება მონაზნისა დაო შუშალიკ. დაიჩოქე დაო შუშალიკ. უკეთ ვერქვანს სახელი დასდევ, დაიწყეს სვლად გზასამას, ნუღარამცა უკუღმართ ხელა. ნუნცა ვის პატივცემ უფროს უფლისა, ნუნცა მამასა, ნუნცა დედასა, ნუნცა ქმარსა, ნუნცა ძმასა. უარყავ თავითვისი და აღიღე ჯვარი, ნურვინ გიყვარან. და როცა გაუგია ხელი მოკვეთეს ვარსაკიძეს, უმალ გადაეშვა თურმე უფსკრულში. ჯერ ისე მხრებ გაშლილი წავიდაო ძირს, როგორც გაფრენილი ანგელოსი, მერე დიდ მანძილზე სრბოლისას ორგზის გადმოტრიალდაო ჰაერში, და როცა კლდის ქიმზე დაეცა თავქვე, მიწამდე არ დახვაო უბედურ შორენას სული. უფლისწულო ბაგრატ, დასრულდა შენი მძევლობის ჟამი და კეისარი მალე დაგაბრუნებს საქართველოში. აჰა გვირგვინი, არეძიო საერთო სარგინოზე ვთაგ. ებრძოლე თავგასულ ერისთავებს, იბრძოლე ქართული მიწების შეკრებისათვის. იორგი. ჰედრიონის სამეფოს 4-ვე მხარეს. Love!
ლაღუნა. კარგია გიგა. შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს. რა დროს სიკვდილია? რა საბრძანები მეფე ბატონო? ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიდი რა საფლიდან. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამ ქვეყნად. როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაშკაციც ვიყავი და მშიშარაც. გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნი. სიმთვრალეში კარგი ვაშკაცები ვარ და კარგი რიტორები პიპა. ეგა ოღონდ სიფხიზლეში ჩადენილი ცუდ კაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო კეიფის დროს დანაკადები უკვე აღარ გვახსოვს გამაფხიზლებოდ. მტერი აურაცხელი გვყავს და ჩვენ სიმცირეს მივტირით მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტუნით, როგორც დაკოtildeილ ძირას. ოვები. Vai, stato sacem sarame tu sobe. Shvilo, vai, zuzu sacem tarame tu zarde. Shvilo, vai, bageta centa, rame tu gezafodi darka vetskmai. Shvilo, vai, tvalta centa, rame tu giti, ro. Vai, șențerat, rame tu cerclinat radganița, șmilo, vai, șen sabjar, rame tu jangmam ceșama, șmilo, vai, șen simidnu, rame tu vedma da saja, șmilo, vai, margelas, rame tu ar gagi marjva, șmilo, vai, sopel sa, rame tu diri angi pura.